ვინ არის ყველაზე დაუფასებელი პიროვნება საქართველოს ისტორიაში? ეგ არ გვიჭირს, მაგაში კარგები ვართ. ერთი ფიგურა მის მახსენდება, რომელსაც ცნობადობა არ აკლია, მაგრამ ჩემი აზრით უსამართლოდ დაჩაგრული არის მირიან მეფე, იმიტომ რომ ამ ლეგენდის მიხედვით საქართველოს გაქრისტიანების, რეალურად ყველაზე ნაკლებ სიმპათიას ეგ ადამიანი იწვევს, იმიტომ რომ რაც ჯიუტი იყო და ბოლომდე, იქ რაც ნანამ უკვე ყველაფერს მიხვდა, იქ რაც წმინდანი რომ მთავარი ფიგურა, ახლა ცოტა ისტორიულად რო შევხედოთ ლეგენდას რო გავცდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ალბათ საქართველოს ისტორიაში, გაქრისტიანების გადაწყვეტილება მეფე იყო მირიანი, მან მიიღო და ამან განსხვავება საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი რამ, საქართველოს კულტურა, მისი დღევანდელი სახე, საქართველოს პოლიტიკური მომავალი, მათ შორის დასავლეთთან დაკავშირება, ევროპული მომავალი, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა და ჩემი აზრით მირიან მეფე არის უსამართლოდ დაჩაგრული ფიგურა, შედარებით თანამედროვე ისტორიაში, ნიკო ნიკოლაძეს ვიტყოდი, იმიტომ რომ ერთ-ერთი საკვანძო ადამიანი, საერთოდ არ უნდა გაიხედოთ 19 საუკუნის ეროვნულ მოძრაობაში მე-20 საუკუნის დასაწყისში, ყველგან ამ სახელდაგვარს შეხვდებით, ყველა მნიშვნელოვან პროექტთან, თან ფინანსებთან დაკავშირებულ, მენეჯმენტთან დაკავშირებულ, ევროპაში ცნობადობასთან დაკავშირებულ ფიგურას ეს ნიკო ნიკოლაძე არის, დამოუკიდებელ რესპუბლიკაშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში იყო დეპუტატიც კი გახდა და ჩემი აზრით საკმარის აღიარებას და იმ ჩამონათვალში, ხო, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ყიფიანი ხშირად შევა გამორჩეთ ნიკო ნიკოლაძე, რაც უსამართლო არის.